მე ჩემ თავზე ვთქვი ამ წუთში, მაგრამ მე შემიძლია ასევე სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მამუკას ნათქვამი, მე ხა ბახტაძეს ყველა შეხვედრაზე თითქმის ვიჯექი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეიძლება რაღაცა სხვა შეხვედრა ადამიანთან გქონდეს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მაგრამ ამ საუბრის შედეგად, იმ საუბრების შემდეგ გუშინ წინ მქონდა საუბარი აგერ ტელეფონზე არ იმყოფება საქართველოში, მე მას კითხე კიდევ ერთხელ, რამე ხომ არ იყო, რამე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა ბახტაძემ ეს არ იცოდა მისივე სიტყვების დადასტურებით. ხო, მე შემიძლია დავძინო, რომ მთავრობის არც ერთ ხდომაზე ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა არ განხილულა და ახლა ირკვევა, რომ არც უშიშროების სამსახურმა ამის თაობაზე, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, არავინ არ იცოდა. ეს იმაზე მიუთითებს პირველ რიგში, რომ როდესაც განხილვა ხდება, იქ შეიძლება აზრები გაიყოს, იქ შეიძლება რამდენჯერ ხდება ხოლმე, რომ ჩემი აზრი აღმოჩნდეს არასწორი და სხვის სიმართალი ან პირიქით, ხო? ამას ემსახურება დისკუსია. გათვლილი არ იყო რისკები, რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა და რეალურად ეს რისკები ვერ გაითვალა, როგორც ჩანს და დაიკარგა ის ტყე და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან აქ უარყო, რომ მობრძანდა, რომ არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგულაო. კომპეტენცია, სულ ამაზე ვსაუბრობთ, ეხლა კიდევ ამბობ, შეიძლება მომიტრიალდეს და აქ მოვიდეს და თქვას, რომ შენ ვინ გეკითხება ჩემი კომპეტენციის შეფასებასო. მე დღეს ვარ საქართველოს და თავისუფალი მოქალაქე, უფრო მეტი თავისუფლება მაქვს მის შეფასებაში, ვიდრე მან შეიძლება მე შემოფასოს, იმიტომ რომ მას მოხდება ისევ ამაზე ძალიან ცუდად, წითელი ზღვარის გადაკვეთის შემთხვევაში და მის დამხაშებს, თუ ასეც იკადრებენ, პირდები მე ამას წინასწარ, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობა მე ჩამოთვალე ფაქტებით გამყარებული, მე ხوار ჩამომითვლია, ჩემი მოგონით, აი რატო უნდა მქონდეს, აი რატო უნდა სიამოვნებდეს ახლა აქ ჯდომა და ვიღაცა ნებისმიერ ადამიანზე, რა ვიცი, ცუდი ადამიანი არავინ არ მახსენდება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს იმაზე ამის ლაპარაკი. რა უნდა მქონდეს, რა ინტერესი უნდა მქონდეს, რომ ასე ვილაპარაკო. ეს იყო ერთი არაკომპეტენტური ადამიანი, რომელსაც შეცდომაში შევყავდით მათ შორის მეც